იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური ფონდის ელექტრონული კატალოგი. ფონდში დაცული იქნება 20,000-მდე ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საქართველოს გეოლოგიური აღწერის შესახებ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დღეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ არქივს შორის გაფორმდა. პროექტი გარემოს დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ელექტრონული კატალოგის გამოყენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. პროექტი 3 წელიწადში დასრულდება. მოხდება ამ უძველესი და უნიკალური ასე ვთქვათ მასალების გადარჩენა და მეორე ამ კვლევებში არსებული მასალა კატალოგიზაციის შემდგომ მოგცემს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოში არსებული რესურსების შესახებ. ამ ელექტრონული ასე ვთქვათ ფორმატში გადაყვანის შემდგომ ეს უკვე იქნება როგორც მომსახურება და დაინტერესებულ პირებს ამ ინფორმაციის მოსაძიებლად და მიღებისათვის უკვე გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს. დაიწყო ეს თანამშრომლობა, რომელიც საშუალებას მოგცემს დედანი დოკუმენტები შენარჩუნებული იქნეს პირველადი სახით, ჩაუტარდეს მცირედი რესტავრაცია და გარდა ამისა ელექტრონული ბაზის მეშვეობით მოხდეს მათი ზუსტი აღრიცხვა და გაიზარდოს ხელმისაწვდომობა.